დილა მშვიდობისა. როგორ ახართ? ხომ ხართ კარგად? მაიკო, უფრო დიდიო ვლოგებიო გვინდაო, მეც მინდა, მაგრამ სადა? სადა? არა. ხუმრობ, რა თქმა უნდა. რაც შემიძლია ვიღებ ჩემი დროიდან გამომდინარე, გრაფიკიდან გამომდინარე, იტყვით ახლა არ მუშაობ, რა გაქვს საქმე მეტი. საქმის მეტი რა? საკუთარ სახლში მით უმეტეს. თან ხან ბაზარში მიწევს გაქცევა, ხან მარკეტში მიწევს გაქცევა. ეხა ექიმიც დაემატა. ხან ცეკვაში ამეცადინე, ბაღიდან მოიყვანე და კი იცით, როგორია დედის გრაფიკი. ხო და მე კიდე ხა დავუჩდე კამერასთან და ერთ საათ ვისაუბრო, კი იცით, ასეთი ვლოგები. ხო და ასე წავალ. ასე ჯობია, ასე წავალ. წვიმს საოცრად. დანიმ გაგვიფუჭა პულტი ტელევიზორის. არანაირად არ მუშაობს, ვაიმე როგორ წვიმს. და ეხლა უნდა წავიდე ქუთაისში ჭავჭავაძეზე, რომ იქ გააკეთეს. იმიტომ რომ ერთხელ ევეკომ გააფუჭა, ახალი ნაყიდი გქონდა ტელევიზორი მაშინ. ხო და ხო და მივდივარ ქუთაისში, დანიელა დავტოვე ბაღში. სტორი დავდე ინსტაგრამზე წეღან, რომ თუ ბავშვი იცვლის 5-6 ზედას, 5-6 შარვალს, 5-6 ფეხსაცმელს და თქვენ ამ დროს გეჩქარებათ და ნერვები თუ დღეში გაქვთ, ძალიან კარგად მუშაობს 10-მდე დათვლა. დედის ნერვებს ამშვიდებს. აითვლე 10-მდე და გაგივის ეს ნერვული შემოტევა და თავიდან იწყებ ბრძოლას ბავშვთან, რომ ჩააცმე. მაგრამ მე ბრძოლა არ გამიგრძელებია, ჩაიცვა ის რაც უნდა, შარვალზე ჩაიცვა კაბა, მერე რა? ესე უნდა და ბავშვს. ხო, რაც შეეხება ჩემს ჯანმრთელობას სამწუხაროდ მე კი გავიკეთე ანალიზები, მაგრამ რატომღაც მეილზე შეექმნა პრობლემა ექიმს და ვერანაირად ვერ გახსნა ეს პასუხები. შეიძლება რომ ჩამერბინა და ჩამეტანა, მაგრამ არ ჩამიტანე. დღეს ვაცლი ახლა ერთი თვე არ გასულა ანალიზების შემდეგ, რამოდენიმე დღეა გასული და ვაცლი ახლა იქნებ დღეს ნახოს მეილი, შეიძლება გადავსებული აქ და მაგიტოვე დღეს შევიდა. ხო და ვაცლი ახლა დღეს და თუ რაღაცა და კიდევ ვერ გახსნის, მერე უკვე მეც თან ჩაბუტა. მე რავი, რა, ნორმალურად კი თქვი წინა ვლოგშიც მე მგონი ცოტა უძილობა მაწუხებს. სხვა ისეთი არაფერი, რომ თქვა რა რაღაცა მაწუხებს და ცუდად ავარ და რამე თქვა, არა, უძილობა უფრო მაწუხებს ყველაზე მეტად. დედა როგორი წვიმა. რა გადავა მანქანიდან. ძალიან დიდი მადლობა დაბადების დღის ვლოგზე, ქეთის დაბადების დღეზე რომ ვიყავ, ისეთი კარგი კომენტარები დავიწერეთ, უღმესი მადლობა. ლამაზად გამოიყურებოდი მაიკო და ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ინსტაგრამზე როდესაც დავდე სტორი, ეგრევე ჩვენმა გამოვწერებო, ეგრევე მოვწერეთ გოგოებმა, რომ მაიკო ვაიმე რა ლამაზად ახარო და მადლობა თქვენ ამისთვის. გული გამითბეთ და გამახარეთ. მე ყავა გამიმზადე სახლში. წამოვიღე თერმოჭიქით. ხო და დანიელას არ უსაუზმია. მამამისის გამოგზავნილი ორ ცხობილები მიირთვა. და
დედა ჩემი იძახდა სადღაც უნდა გადავმალოთ ეს ყველაფერი, რომ ასე ხელმისაწვდომი არ გქონდესო, მაგრამ სანდა გადამალო ყველგან მიაგნებს. აი. ცოტა ადგილზე ეყენა მანქანა ვერ გადაუარე იმას. ვერ აუარე გვერდი ჭას სამწუხაროდ. დედა როგორ წვიმს. ძალიან წვიმს. კარგია, წვიმა როცა მანქანაში ზიხარ და არ ახარ გადასასვლელი მანქანიდან. თქვენ რა სიტყვით? ვარი ეგრე. და მოვიფიქრო კიდე რა ვაჭამო ბავშვებს. საყიდელი მანქა აგროჰაბში ვყიდულობ მაწონს. და ყიდულობ აგროჰაბის მაწონს. და გრანოლაზე უყვარს ეველინას ძალიან. გრანოლას ფასდაკლებით ვნახულობ ხან კარფურში, ხან აგროჰაბში. ხო და გახსოვთ წლების წინ გრანოლას მომზადების ვიდეო მიდევს. და სახში ხوار გავაკეთოთ ხო ვფიქრობ. მაგრამ საქართველოში ამ გრანოლას ინგრედიენტებზე იმდენი ფიქავა სახში მომზადებას, მეგონი ისე გამზადებული იყიდო ჯობია. სახში მომზადების მაინც სხვა ისაა. შრის ფატელი მაქვს სახში. შეიძლება ქიშმიშის ყიდვა. წავიდეთ ახლა გავაკეთოთ პულტი და მე აგროჰაბში გავიგო ჩემი ასვით თუ რამე არ შემიშლის ხელს ეს წვიმა მოდის წვიმიანი ქუთაისი და როგორ მეზარება გადასვლა თქვენ ხომ არ იცით რა ვქნა წავიდეთ ვიყინე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ახალბინაში მეგობრობა ჯიქიას პროექტი. ძალიან. ღმერთო ჩემო. გავაკეთე პულტი. ერთ სიტყვით ამ ადამიანმა მეორეჯერ მიშველა უკვე ამ პულტზე. Samsung-ის ტელევიზორი ვისაც აქვთ და აქვს მსგავსი პულტი, ფრთხილად იყავით, ძირს დავარდნით, ადვილად ფუჭდება, რაღაც ნაწილი აქვს, რომელიც ძრება შიგნით და Grand Mall-ში ქვემოთ რომ ჩადიხარ, ჩინელების მაღაზია რო არის რაღაცა, იმის წინ არის დათოქვია იმ კაცს. ის კაცი აკეთებს მხოლოდ ხო და ვიდრე ვიცდიდი ფასდაკლების ჰქონდათ იმ ჩინელების მაღაზიაში ესეთი ღუნღულა ჩუსტები რაღაცნაირად მომეწონა და წამოვიდა დიდი საყვარლობები ერთი სეზონი ჩაიცვა სავსებით ნორმალურია სიღუნღულე 15 ღირდა ფასდაკლებით თორე ისე უფრო მეტი ღირდა მგონი 25 თუ 30 თუ აკვდე. საფულე თავის ადგილზეა. ახლა ყავა მოვსვათ. ყავა არ ნეტარება. ხო და ახლა წავიდეთ აგროჰაბში. რომ ვიყიდოთ პროდუქტები. მე წავიდეთ სახში. ამასობაში დრო გარბის, აი რომელი საათია უკვე? 12:05 წუთია. გავგიშდი. როგორ გარბის დრო? La 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 la. ხოდა ესე მოსახლეობით გავაჭრი ახლა და გავალ იმედ
მიდია ადვილად და სადმე არ ავიბურდები. მოსახლეობაში გადაქცეული აქვთ უნივერმაგის უკან საპარკინგი ადგილად. და რაც თავარია, განანის პარკინგის ხალხი, ვინც გეხმარება მანქანის დაყენებაში. საერთოდ კარგი სახლებია აქ. ამ ტერიტორიაზე ლამაზი სახლებია ძალიან. წავედით. წამოვედი აგროჰაბიდან. ეგ ყველაფერი რაც კადრში ჩანდა, მეტი არაფერი არ დამიმატებია საერთოდ. ერთი პარკია ფაქტიურად რა. ერთ პარკში ჩაეტია. გამოვიდა 74 ლარის და 28 თეთრის. ნუ ერთი დღის საჭმელია ფაქტიურად. მე ვგეგმავ მაგ 1 კილო ფარშით გავაკეთო ნაწილიც კატლეტები, წითელი კარტოფილით და ნიახურის ბოლქვით გავაკეთო პიურე, ჩინური კომბოსტოთი და პამიდორით გავაკეთო სალათა და ნახევარი ფარშით გავაკეთებ უფთასავით ბურთულებს და ბრინჯს არ ვუზამ, რადგან თვითონ წვენში ვუზამ ქერს, ვიყიდე ქერი, ეგრეთ წოდებული პერლოვკა. და ვუზამ ქერს და ცოტა კარტოფილს და რა თქმა უნდა ბოსტნეულს. სტაფილო მაქვს სახში. და დავფიქრდი სტაფილო მაქვს, ხო, ნუ კარტოფილი ხო ვიყიდე, იმას ყველას არ ვუზამ პიურეში. ხო და ეხლა უნდა ჩავასხა საწვავი. იმიტომ რომ აღარა მაქვს. და ბარებ ჩავასხა და რომ მივალ სახლში გავაკეთებ საჭმელს, დავიწყებ საჭმელის კეთებას, რომ ბავშვებს დახვდეთ მზა საჭმელი. მოვედი სახლში, პიურე გავაკეთე უკვე ნიახურის ბოლქვის და კარტოფილის. ევეკო აგერმიზის გვერდით მეცადინეობს, რადგან ჩვენთან შუქი გათიშეს და შესაბამისად სახლში სიბნელია და ფანჯარასთან აგერ ზის მეცადინეობს და მე გავაკეთე ესეთი ბურთულები, პატარა ფრიკადელკები, ამას ახლა შევწვავ, რომ მე ქალბატონმა მიირთვას პიურესთან ერთად, ხო? და კიდე სალატს გავუკეთებ. ხვევე? თავს მიქნევს. ხვევე? ევე, ხო? ენა გადაყლაპული გაქვს და? აბა, როგორი მონდომებით ახარ სამეცადინოთ, ესე იგი, ისე უნდა რომ იმეცადინოს, რა ქნას არ იცის. გეზარება? მე მეცადინო შენ მაგივრად. ხო დაისვენე. არ დაგისვენია? არა? დაისვენე? უი! ესეთი გაცხელდა. არ დაგისვენია დედა? არა? ებელინა, გამომხედე დედა. არ დაგისვენია დედა? კი დამესვენია. დაისვენე? ხო და ეხლა უნდა ვიმეცადინოთ, რომ მე წახვიდე იმაში, ცეკვაში. დავჭერე ჩინური კომბოსტო, ცოტა პამიდორი და
ქილაში აურია ზეითუნის ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და რა ქვია დედა? დოგვი. დიჟონის მდოგვი. ისე ცოტა, სუსუ ცოტა თაფლი უნდა დამემატები ამაში. კი. მოიცადე, ჩავამატო ეხლა ცოტა და თავიდან აურიო და ამ ყველაფერს ავურებ ერთმანეთში და გამოვა იდეალური სალათი. ესეც ჩვენი ფრიკადელკები, ესეც ჩვენი უგემრიელესი სალათი და ეხლა ევეკოს დავუდებ პიურეს რომ მირთვას სალათთან და ფრიკადელკებთან ერთად და პლუს არაჟას დავუდებ ცოტას соуსის სახით. დედი, რაო, ციალა მასწავლებელმა. ასე წადი, ასე მაქედან დაკეტილია, ხო იცი? ესე დაჯიბებო გელოდება მანქანაში, წადი? წადი. იმიტომ რომ საქმეზე იყო. რაო, დედა, ციალა მასწავლებელმა მთელი ბაღი შენ ჩაცმულობაზე საუბრობდა დღეს? რა არის? წავედით. სათვალე როგორ გიხდება ახალი დამენახე? თქვით ვლოგში რომ ახალი სათვალე გიკეთია? მე მგონი არ გვითქვამს. ტიპია. რატო შეგეშინდა? რა ჩეხება სარიცხის მანქანას წინა ვლოგში დამავიწყდა გადაღება. დაახლოებით, ანუ ჩემ ხელს კი ხედავთ რა ვიცი რა მხელაა. დაახლოებით 2 მტკაველია რა. ძალიან კომპაქტურია. და ესე არის დაახლოებით 3 მტკაველი. გამოიყურება ეს. და საკმაოდ კარგი ფუნქციები აქვს. ეს აქვს ესეთი ნიკელის ზედაპირი, რაც ძალიან მომეწონა და აქვს 14 პროგრამა. ერთ-ერთი არის ბარაბანის რეცხვა და ერთ-ერთი არის შენ ჭკუაზე რომელიც შეგიძლია დააყენო აპლიკაციის საშუალებით და მოკლედ ეს მე ყვაყოფილი ვარ, რაც თავარი აქ ორთქლით რეცხვა და სხვათა შორის Wi-Fi აქვს. ტელეფონით აპლიკაციით შეგიძლია დაკავშირება და შეგიძლია ჩართო ნებისმიერ დროს. ერთხელ უკვე გამოვიყენე. ოთახიდან მეზარებოდა გამოსვლა და დედაჩემა გაამზადა, ჩაყარა ყველაფერი, რაც გასარიცხი იყო, სითხეც ჩაასხა და მე ოთახიდან ჩავრთე. მოკლედ ეს. რავი, ჩვენ ყვაყოფილები ვართ. კომპაქტური არ არის უზარმაზარი, დიდი და რა ვიცი, თავის საქმეს აკეთებს იდეალურად. ოჯახი კმაყოფილია. თავარი ეს არის. თავის საქმე გააკეთოს.